პროგრამირება. ერთი შეხედვით ძალიან რთული და ამაღელვებელი. მით უმეტეს, როდესაც ვიცით თუ რამდენი პროგრამირების ენა არსებობს. თუმცა ამ პროგრამირების ენებს გააჩნია ძალიან ბევრი საერთო და შეგვიძლია ამ საერთო რაღაცებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი პროგრამის შესახებ. პროგრამა იწერება ტექსტის სახით და ამას ქვია კოდი. როდესაც პროგრამა მუშაობს, ჩვენ ყოველ ხაზს ვკითხულობთ და ამის მიხედვით მუშავდება ჩვენი კოდი. კოდის წერის დასაწყებად უნდა გავიაზროთ თუ რა არის ცვლადი. ცვლადი არის სახელი, რომელსაც შეგვიძლია მნიშვნელობა მივანიჭოთ. მოდი შევქმნათ საბანკო ანგარიშების პროგრამა. საბანკო ანგარიშის შესაქმნელად დაგვჭირდება რამდენიმე მონაცემი. შეგვიძლია ეს მონაცემები ჩამოვწეროთ და მივანიჭოთ მნიშვნელობები. მაგალითად, ბარათის ნომერი, მფლობელის სახელი, თანხა ანგარიშზე და გახსნილია თუ არა ეს ანგარიში. როგორც ხედავთ, მონაცემების ჩამოწერისას პირველ რიგში ვწერ სახელს, შემდეგ ტოლობას და ბოლოს მის მნიშვნელობას. ეს არის ცვლადი. ცვლად შეიძლება მნიშვნელობად მივანიჭოთ მთელი რიცხვი, ათწილადი, ტექსტური მონაცემი და ასევე ცვლადმა შეიძლება გითხრას რაიმე ჭეშმარიტია თუ მცდარი. მოდი ახლა ამ მონაცემების შექმნათ პროგრამა, სადაც შეგვეძლება ამ ანგარიშიდან თანხის გამოტანა. პირველ რიგში მოხარეს ვკითხოთ თუ რა თანხის რაოდენობის გამოტანა უნდა ანგარიშიდან. შემდეგ ვნახოთ გვაქვს თუ არა ამდენი თანხა ანგარიშზე. თუ ასეა, მაშინ გამოვიტანოთ თანხა. თუ არა და მოხმარებას ვუთხეთ რომ არა საკმარისი თანხა ანგარიშზე. მოდი ახლა ამ პროგრამაში გავაკეთოთ განსხვავებული რაღაც. ორჯერ გამოვიტანოთ თანხა. ანუ ეს ნიშნავს რომ მე ერთი და იგივე კოდის დაწერა მომიწევს ორჯერ. თუ მომინდა სამჯერ გავაკეთო ან ოთხჯერ გამოვიტანოთ თანხა, ისევ მომიწევს ამ კოდის გადაწერა. თუმცა პრობლემა ზუსტად ამაშიც არის. ძალიან მოუხერხებელია ერთი და იგივე კოდის თავიდან დაწერა. მით უმეტეს, როდესაც ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ. არ შეიძლება რომ მაგალითად ერთ ადგილას მოვათავსოთ ეს კოდი. დავარქვათ რაღაც სახელი. და იმ დიდი კოდის მაგივრად გამოვიყენოთ ეს სახელი. და კი, ჩვენ ეს შეგვიძლია. ამას ქვია ფუნქცია. ახლა კი ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელთაც განსაზღვროთ თუ რა არის საბანკო ანგარიში და ფუნქცია, რომელთაც შეგვიძლია ამ საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანა. მოდი შევქმნათ კიდევ რამდენიმე ანგარიში. და ალბათ შეამჩნევთ, რომ ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს. ერთი და იგივე კოდს ვიმეორებთ, რომ თავიდან შექმნა საბანკო ანგარიშის მონაცემები. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის მნიშვნელობები. არ შეგვიძლია რომ მაგალითად ეს მონაცემები და ფუნქციები ერთ ადგილას მოვათავსოთ. დავარქვათ რაიმე სახელი. და იმ უზარმაზარი კოდის მაგივრად გამოვიყენოთ ეს სახელი. და კი, ჩვენ ეს შეგვიძლია. ამას ქვია კლასი. ახლა ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია შევქმნათ საბანკო ანგარიშები და გამოვიყენოთ ფულის გამოტანის ფუნქცია. და სულ ეს არის რაც უნდა იცოდეთ პროგრამირების დასაწყებად. ეს არის ცვლადები, ფუნქციები და კლასები. შეგიძლიათ ჩემს Udemy გვერდზე გადახვიდეთ და იყიდოთ ჩემი ერთ-ერთი კურსი C#-ის, Python-ის ან Java-ს, რომელიც დღეისთვის არის ფასდაკლება და ღირს მხოლოდ $10. თუ არ ხართ დარწმუნებული, გინდათ თუ არა ყიდვა ამ კურსების, მინდა გითხრათ, რომ პირველი 15 ვიდეო არის უფასოდ. თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, გინდათ თუ არა ამის ყიდვა, შეგიძლიათ ჩემს YouTube კონტენტს აყენოთ თვალი, სადაც ეს კურსები ნელ-ნელა ერთი წელიწადის განმავლობაში დაიდება უფასოდ. თუ არა და სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემს YouTube გვერდზე გადახვიდეთ და კონტენტს აყენოთ თვალს. მადლობა ყურადღებისთვის.